პოლიტიკოს ცნობით ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას წარუდგინა ულტიმატუმის სქემით დათანხმდიან წაბრძანდი. როგორც გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, სწორედ ასეთია თეთრი სახლის პოზიცია კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირებაზე მოცემულ მომენტში. ამ მიზეზის გამო ლონდონში მოლაპარაკებებზე არ გამოჩნდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. შეერთებული შტატები და უმცროსი პარტნიორობის დაჯგუფება ასე დაახასიათა ნატოს მდგომარეობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ნატო კარგია იმ დრომდე, სანამ ის არსებობს და წარმოადგენს ნამდვილ თავდაცვის ალიანსს და არა შეერთებულ შტატებს და უმცროსი პარტნიორობის დაჯგუფებას, რომლებიც არც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც ეს სამართლიანი იქნებოდა, განაცხადა Free Press-თან ინტერვიუში მარკო რუბიომ. გერმანიის ახალი მთავრობა შესაძლოა პუტინთან დაახლოების გზას დაადგეს, წერს გერმანული ბილდი. ათობით კომპანია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან რუსეთში დაბრუნებას გეგმავს და ამ გეგმას კანცლერის პარტიაში ლობირებენ. რუსული გაზი ძველებურად რჩება მიმზიდველ თემად ეკონომიკური სფეროს ბევრი წარმომადგენლისთვის. თუკი გერმანია არ წავა რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების გზით, ამერიკა მუდმივად შეახსენებს მერცს მისი სიყვარულის შესახებ ამერიკის დამიტა შეეკითხება. მართლაც სურს თუ არა მას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის შორის ჩადგეს, ვარაუდობენ გამოცემის წყაროები. ამ მხარეს აირჩევს გერმანიის ახალი მთავრობა, გაურკვეველია, მაგრამ გერმანელებს კარგად ესმით, რომ რუსეთთან დაახლოება მათ ეკონომიკას წაადგება, ნათქვამია ბილდის სტატიაში. ამერიკის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის თქმით, შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების გარანტი იყოს. დრო, როდესაც შეერთებული შტატები ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იყო, წარსულია. ეს აქტიურად აღარ არის. ევროპამ უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო ძალისხმევა და აიღოს ლიდერობა საკუთარ ხელში, თქვა მან. პენტაგონის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მხოლოდ ასე იქნება შეერთებულ შტატებს მეტი შესაძლებლობა განათავსოს თავისი სამხედროების სხვა რეგიონებში და პირველ რიგში ჩინეთის და აზიის შესაკავებლად. პოლონეთში ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ უკრაინელები მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნიან, წერს გამოცემა ველდი. პოლონელები ჩივიან, რომ უკრაინელების ნაკადების გამო ექიმთან მოხვედრა გართულებულია, განსაკუთრებით ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან ენდოკრინოლოგები და ქირურგები, რომლებთანაც მიღებაზე ლოდინი 1 წლამდე გიწევს. ეს იწვევს უკმაყოფილებას და დაძაბულობას საზოგადოებაში და ბევრი პოლონელის დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტებისთვის გაუარესდა. პოლონელი პაციენტების შივილი უკრაინელებზე და მოსაზრება, რომ ისინი დამატებით იწნეხია ჯანდაცვის სისტემაზე, ასახავს საერთო ტენდენციას ქვეყანაში. უკრაინელების მიმართ სიმპათია მცირდება და ყველა არ არის კმაყოფილი მათი რაოდენობით, განუცხადა გერმანულ გამოცემას ექიმმა ონკოლოგმა ტომაშ შაროსეტმა. ამერიკის ჯანდაცვის მინისტრმა უმცროსმა რობერტ კენედიმ ხელოვნური საკვების აღებავების აკრძალვის მოთხოვნისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამერიკელების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და შოკის მომგვრელი სტატისტიკა მოიყვანა. როდესაც ბიზეჩემი პრეზიდენტი იყო, ამერიკელი ბავშვების 3% იყო დაავადებული ქრონიკული დაავადებებით. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ია. ესაა ფართო კატეგორია და მოიცავს ნევროლოგიურ აშლილობებს, მეტყველების პრობლემებს, სამეტყველო ტიკებს, ტურეტის სინდრომს, ნარკოლეპსის, აუტიზმის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ტრამვებია, რომლებზეც არაფერი მსმენია ბავშვობაში. ისინი ნომენკლატურის ნაწილი არ იყო დიალოგის ნაწილი. ბიზეჩემის პრეზიდენტობის დროს ამ ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე არაფერი იხარჯებოდა. დღეს კი ამ თანხის რაოდენობა წელიწადში 1,8 ტრილიონი დოლარია. ეს ჩვენს ქვეყანას აკოტრებს. ამერიკელი ბავშვების 74% სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარია. როგორ ვაპირებთ ჩვენი მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნებას ასეთი დაავადებული მოსახლეობით? ჩვენ გვაქვს ყველა ეს აუტოიმუნური დაავადება, ეს ეგზოტიკური დაავადებები და ისევ მე არასოდეს მქონდა გაგებული ინსულინ დამოკიდებულ დიაბეტზე, რევმატიულ ართრიტზე, გლურაზე, კრონის დაავადებაზე და ასობით სხვა დაავადებაზე, რომლებიც უბრალოდ უცნობი იყო, როდესაც მე ბავშვი ვიყავი. არ ვიცნობდი არავის, ვისაც არაქისზე ალერგია ჰქონდა, ვისაც ზოგადად საკვებზე ალერგია ჰქონდა. დღეს კი ჩემი 7 შვილიდან 5 ალერგია აქვს, თქვა მინისტრმა.